და როგორც მოსალოდნელი იყო ყველაზე მძიმე შეხვედრა ძალოვან მინისტრებს ელოდა დღეს პარლამენტში დროებით მთავრობის წევრები ოპოზიციის მწვავე შეკითხვების პირისპირ არაერთხელ აღმოჩნდნენ. გიორგი გახარია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ კანონის დარღვევასა და მის გატაცებაში დაადანაშაულა. ოპოზიციური პარტიის მხრიდან ეს არ იყო ერთადერთი ბრალდება პირველი პოლიციელის მისამართით. გიორგი გახარიამ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც პასუხს მოკლული მოზარდის ოჯახი და საზოგადოება ელოდება. არანაკლებ ხმაურიანი იყო ოპოზიციონერ დეპუტატებთან ბახტაძის პირველი შეხვედრა ახალი სტატუსით. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც დღეს პარლამენტში ქართული ოცნების უდობის მანდატით მივიდა, საქმიანი ბიოგრაფიის სხვადასხვა ეტაპი და 2012 წლის არჩევნებიც გაახსენეს. ჩვენი კიდევ ერთი ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი მუშაობდა დღეს პარლამენტში და ახლა ის კურიერის ეთერში გვერდდება. ნინო, განსაკუთრებით მწვავე იყო ნაციონალური მოძრაობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის დებატები. კონკრეტულად ვისი გვარები დაუსახელა ნიკა მელიამ გიორგი გახარიას, რომელსაც გატაცებაში ადანაშაულებს. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი კუპატაძე და ასევე ქალაქის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელები ნიკა მელიას თქმით, სწორედ 8 პოლიციის მაღალჩინოსანი მონაწილეობდა მის უშუალო გატაცებაში. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ამ მაღალჩინოსნებმა პოლიციის მის გატაცებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს უშუალოდ გიორგი გახარიას, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. სწორედ ამიტომ ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, რომ დადგეს როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას, ასევე იმ ყველა პოლიციის მაღალჩინოსნის პასუხისგებლობის საკითხი, რომელიც მის გატაცებაში მონაწილეობდა. დღეს ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ არაერთი კითხვა დასვა სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზეც, თუ რატომ არ ხდებოდა 6 თვის განმავლობაში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება. მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. სამმართველოს უფროსები და დეპარტამენტის უფროსები პირადად იტაცებდნენ ოპოზიციური პარტიის დეპუტატს. კი, გასაგებია ახლა უნდა გადავცე, რომ კარგად წაიღოთ, სახს გაეცნოთ. არა, პირადად უნდა პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ნიკა მელიამ პოლიციის იმ მაღალჩინოსნების დასჯა მოსთხოვა, ვინც ის რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დააკავა და ამით კანონი დაარღვია. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მისი დაკავების ბრძანება პირადად გიორგი გახარიამ გასცა და ახლა უკანონო ბრძანების შემსრულებელ პოლიციელებს ხელს აფარებს. ნიკა მელიამ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დაკავების ოპერაციის მონაწილე სამართალდამცველების ფოტოები გადასცა, რომელთა შორისაა საპატრულო პოლიციის უფროსი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ის გიორგი გახარიას დაკვეთით გაიტაცეს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ აყენებდით შეურაცხყოფას პოლიციას, არ ემორჩილებოდით პოლიციის მითითებებს. განმეორდება ასეთი იგივე შედეგი იქნება. გეუბნებით პირდაპირ. ნიკა მელიას გატაცება დღეს ერთადერთი საკითხი არ ყოფილა, რაზეც ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს განმარტებებს თხოვდა. მთავარი თემა ხორავას ქუჩის ბნელ ფარდულში მოკლული მოზარდების საქმე იყო. დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას მისი განცხადება შეახსენეს, როდესაც დეკემბერში ამტკიცებდა, რომ მკვლელობაში ბრალდებული ყველა პირი იდენტიფიცირებული და დასჯილია. 6 თვის განმავლობაში თქვენ განსაკუთრებით მკვლელეს და მკვლელების მფარველებს აფარებთ ხელს. მაშინ, როდესაც აი ბატონო ჩემო 4 დეკემბერს თქვენი განცხადებით თქვენ აცხადებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დაკავებულია და ამის შემდეგ არაერთი კომენტარი გაგიკეთებიათ. მაინტერესებს, მოეგებით გონს თუ არ მოეგებით ამ საქმესთან დაკავშირებით? თქვენ უბრალოდ გვესმოდეთ საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? აი წარმოდგენაც არა გაქვთ. კითხვას რო სვამთ. შეისწავლეთ. საგერეთ იმ შულმოკლ მამებს. მე არა, მაგ წარმოდგენა გაყავთ მტკიცებულებები, ვინ გაანადგურა და ვინ გააყალბებია და ხელს ვინ აფარებდა და რატომ აფარებდა 6 თვის განმავლობაში მიზასუბელიას. მე არა, მაგ წარმოდგენა კიდევ. კადნიერებასაც ხო აქვს მართლა საზღვარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 4 დეკემბერს ეს იყო ის მტკიცებულებები, რაც იყო იმ მომენტისთვის. უპასუხოთ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრმა კითხვა მთავარი მტკიცებულების ფარდულის დანგრევაზეც. ბატონ რომან, დღე-დღე რომ საუბრობთ, ის ვკითხოთ, ბატონ გახარიას გაეცით თუ არა ხორავას ქუჩაზე ფარდულის დანგრევის ბრძანება თქვენ პირადად ეს მაინტერესებს თქვენგან. ვითომ აპირებთ რამის გაკეთებას კომისიაში?
დარბაზში უპასუხოდ დატოვებულ კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს უპასუხა. ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალური ის გაკეთებაც იყო შესაძლებელი, თუმცა რა თქმა უნდა კანონმდებლობის მხრიდანაც ვიყავით შეზღუდული, ეს გახლავთ არასრულწლოვნები, ჩვენ გქონდა ძალიან მკაცრი ვადები და შესაბამისად ამიტომ ჩვენ გამოვყავით ცალკე საქმე, როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო და დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდგომ უკვე სასამართლოს პროცესზე ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა ახალი დამატებითი გარემოებები. სწორედ ამ ახალი გამოძიების გაგრძელებული და გამოყოფილი გამოძიების ფარგლებში თქვენ იცით რომ უკვე ჩვენ ახალი მსჯავრდებულები გვყავს. და შესაბამისად ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია არ ყოფილა ერთადერთი, ვისგანაც დღეს განმარტებებს ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს ერთ-ერთი პირველი შეკითხვა იმ შემოწირულობასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც მამუკა ბახტაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გააკეთა. რა мотиваცია გქონდათ მაშინ, როდესაც 2012 წლის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს შესწირეთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. არა, მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამერიცხავს ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. ანუ თქვენ რეალურად ამბობთ, დღეს ადასტურებთ, რომ თქვენ 20,000 ლარის გადარიცხვა დაგავალათ ან დაგაძალათ მაშინ თქვენმა იმდროინდელმა დამსაქმებელმა. რომ დაგაძალოთ ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. გააკეთებთ ამას ბატონ მამუკა. ან ბიძინა ივანიშვილმა რომ დაგაძალოთ კრიმინალზე ხელის დაფარება. გააკეთებთ ამას ბატონ მამუკა. თუ ასეთი მყიფე ბრძანდებით არ მგონია რომ თქვენ შესაფერისი ბრძანდებოდეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში. 2013 წლის აპრილიდან 2017 წლის ნოემბრამდე თქვენი მმართველობის პერიოდში რკინიგზაში ტვირთბრუნვა და ეს ყველამ ვიცით უკვე, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ მოგვისვენია, განახევდა 50%-ით, ანუ შემოსავლები შემცირდა 50%-ით. დღეს როგორ ვირწმუნოთ, რომ რაიმეს გააკეთებთ და შეძლებთ. დღეს ტვირთის ის დიდი ნაწილი, რომელიც რკინიგზაზე მოძრაობს მილსადენში და რკინიგზის მაგივრად ამ შემოსავალს ღებულობს საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია. კიდევ ერთი თემა, რომელიც მამუკა ბახტაძემ უპასუხოდ დატოვა, იუსტიციის მინისტრ თია წულუკიანის პოსტზე დარჩენას უკავშირდება. პარტია დაინტერესდა, რას აპირებს მამუკა ბახტაძე იმ პირობებში, როდესაც თია წულუკიანის მიმართ არაერთი კითხვა არსებობს და მას ნდობის მანდატი საზოგადოებაში არ გააჩნია. გასაგებია, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ თქვენ თუ შეგიძლიათ თქვენი დამოკიდებულება დააფიქსიროთ დღეს პარლამენტის წინაშე, მაგალითად ქალბატონ თეა წულუკიანთან დაკავშირებით, რომელსაც უნდობლობას უცხადებს სრული ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც უნდობლობას უცხადებს სრული სამოქალაქო სექტორი. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ხმაურიანი შეხვედრა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ნაციონალური მოძრაობა არც დროებით და არც 3 კვირის შემდეგ ხელახლა წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერს.